ბავშვი და თავისუფლება. მსგავს თემაზე მინდა დღეს ვისაუბრო. გამარჯობა პირველ რიგში, მე ლაშ სიხულიშვილი ვარ, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ქცევის თერაპევტი, ეს ჩემი თერაპევტია ნიცა. ასე თუ ისე მე მგონი იცნობთ უკვე. მოკლედ შეგპირდით და გითხარით, რომ კითხვები დაგესვათ და მე ჩავწერდი ვიდეოს თემასთან დაკავშირებით, კითხვებთან დაკავშირებით და გაგცემდით პასუხებს. და ავარჩი ესეთი ყოველთვის აქტუალური კითხვა, რომელსაც მშობლები ხშირად მეკითხებიან ხოლმე. აი ბავშვს თავისუფლება მიუცე. ან ამბობენ ხოლმე ეს რაღაცას, რომ მე ზოგადად თერაპიების დროს ბავშვებს ვაძლევ ხოლმე საკმაოდ ბევრ თავისუფლებას და რას გულისხმობ ამ ბევრ თავისუფლებაში. ვაძლევ არჩევანის უფლებას, რომ ანუ ვთავაზობ გინდა თამაში თუ გინდა დახატო. დღეს საუბრის განწყობაზე ხარ თუ უბრალოდ თან დავხატოთ, ან თან ფაზლები ავაწყოთ, ან ვითამაშოთ და თანდაყოლა ვისაუბროთ. ხო და რას გულისხმობს ეს, ანუ ბავშვს როცა აძლევ რაიმეს მიმართ არჩევანის საშუალებას, რაიმეს მიმართ ნებას თვითონ გადაწყვეტოს რა უნდა, მეტად უფრო ნდობა აქვს, ხო? მოსდასრულის მიმართ უფრო მეტად გენდობა, იმიტომ რომ ნახეთ თავიდან რომ დავიწყე თავისუფლება. ყველა ადამიანს მოწონს თავისუფლება. ანუ თავისუფალი ნების მიხედვით არჩევნის გაკეთება, ხო? ეს არ მოიაზრება, ეხლა ზოგი იფიქრებთ, რას გულისხმობს თავისუფლებაში, რომ მთლიანად მისცე ბავშვს თავისუფლება, როგორც ამბობენ ხოლმე, ირბინოს, იხტუნოს, რაღაც დაამტვრიოს, დაანგრიოს და ასე შემდეგ. თუმცა ბავშვს ეს აჭირდება, რომ თავისუფლად იყოს, თავისუფლად ირბინოს, თავისუფლად იხტუნოს, მაგრამ საკომუნიკაციო ენა მათი არის მსგავსი რომ მათ უნდა შესთავაზო. და ასე უნდა კითხო. როგორც ჩვენს დასრულებს მოგწონს, თუ ვიღაც გვეტყვის, რომ მიდი ახლა ეს გააკეთე, აუცილებლად განწყობა და შინაგანი პროტესტი გვექნება იმის, რომ არ გავაკეთოთ ეს რაღაცის მომიზეზება, ან უბრალოდ პროტესტის გამოხატვა, ან შეიძლება შევეპასუხოთ, შევეწინააღმდეგოთ და მსგავსი რაღაცეები, ხო? ბავშვი ჩვენზე მეტად არის ამ მხრივ განწყობილი, ეგოცენტრულად და უფრო მეტი პროტესტი უჩნდება. ხშირად მშობლები იმას ცნობენ, რომ აი ვეუბნებიათ რაღაცას, მინდა რომ გააკეთოს, მაგრამ არ აკეთებს. და რატო არ აკეთებს, ხო? კითხვა ხოლმე დაისვას და ამაზე პასუხი რა არის, რომ იმიტომ არ აკეთებს ეს ბავშვი, იმიტომ რომ ჩვენ ვავნებით მას ბრძანებლური ტონით. რომ ადექი ხა და ეს გააკეთე, მაგალითად მიდი ხა ისწავლე, მიდი ეს მომიტანე, მაგრამ აქ ბრძანებულ ტონში აუცილებლად როგორც წაგან გავამორო არის პროტესტი. და უნდა იყოს აქაც როგორი რაღაც, რომ უნდა შესთავაზო ბავშვს, ან სთხოვო, რომ მიდი რა გააკეთოთ, ან მიდი რა გააკეთე, რომ ეს ყველაფერი ერთად გაკეთდეს. ხო, ანუ თხოვნის მომენტი მოტივაცია რომ გაუჩნდეს, რომ ეს ადამიანი მე კი არ მიბრძანე